შეგვიშვეს ბატალიონი. ვინაიდან ბატალიონს არ ეყო ტერიტორია, ჩვენი ქვედანაყოფი მოექცა საკუთარი ცეცხლის ქვეშ. აღარ გააგრძელოთ მეტი ალბაზონცია რა. დავასრულებ, ხო შეიძლება. ამის მოსმენა არარელევანტურია. არარელევანტური არ არის, ამის მოსმენა იცით რისთვის არის კარგი, რომ თქვენ ეს პროფესიონალურ დონეზე გააბათილოთ. ტაქტიკურად პოზიციაზე ყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთმანეთში და ამას ავალდებულებს საზე გოგავას და უმაღლეს თავარსარდალს. გოგავას არ ახსენებს, აბა ვის ახსენებს ახლა რაზე მელაპარაკებით? არა, არ ახსენებს, თორემ გეტყოდით ამ წერილს თუ გნებავთ. ეგ ხალხია, რომელიც ბუჩქებიდან უყურებს ხოლმე ომს და მერე წაიგნებს იწერება რა. კარგი. პატივიცენ იმ სამხედროების საფლავებს, რომელიც იქ არის. კი ბატონო, შესაბამისად ეს შეცდომა და ასეთი ტიპის შეცდომები არ ყოფილა დაშვებული. ეს იყო როგორ არ ყოფილა დაშვებული? ომი არ არსებობს, სადაც დანაყოფი დანაყოფს ეც არ უხსნის. დღევანდელ დღესაც კი, როდესაც უმაღლეს ტექნოლოგიებით უყურებენ, მაპატიეთ ამ ტონზე. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. არა, სხვა რამე გავარჩიოთ, როგორ არ უნდა დაგვემართოს ამ ქვეყანას ეგეთი რაღაცეები. არა, მათ შორის ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ, ასე უნდა ვიმსჯელოთ, 20 მეტავრმა ვერ შეასრულა დავალება და აქ უნდა გადავუწყვიტო. ეხლა მაგას მე რომ თურმე მე უნდა დავუზისა, რა ქვია, პოზიცია მე უნდა დავუგეგმო. მე ვაძლებ დავალებას ოპერატიულ დონეზე, ტაქტიკურ დონეზე და მივიდეს და შეასრულოთ. ისე ილაპარაკეთ, რატო შეიძლება? დავძალდით ბატონო, ეს არ არის ეს ტონი. არა, დაწმერდით ბატონო.